შიშზე მე სულ მახსენდება მარგარეტ ეტვუდი, რომელმაც თქვა, რომ კაცებს ეშინიათ, რომ ქალები დასცინებენ და ქალებს ეშინიათ, რომ კაცები მოკლავენ. ჩემთვის შიში, ქალად ყოფნის შიში საქართველოში განსაკუთრებით არის საკუთარი პირადი უსაფრთხოების, თავისუფლების და ავტონომიის დაკარგვის შიში. გამარჯობა, მე ვარ თამარ გურჩიანი, პროფესიით იურისტი. ეს არის ალბათ ყველაზე პირველადი და კატასტროფული შიში, რაც შეიძლება განიცადოს ადამიანმა. მე ვხედავ ყველა ქალს და მე მესმის ყველასი, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომ მაგალითად რაღაცა დაძლიოს, ან ჯერ არ არის ისეთ ფორმაში, რომ შეებრძოლოს. ყველას აქვს თავისი რიტმი, თავისი უნიკალური მოცემულობა. მე როგორც ადამიანი, რომელმაც დავძლია ჩემი საკუთარი შიშები და მე არ მცხვენია იმისი თქმის, რომ მეც შემშინებია და ის რომ არსებობ როგორც ქალი განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველოში ნიშნავს იმას, რომ ამ შიშებს თვალებში უყურებ ყოველდღე და ამ შიშებს უმკლავდები ყოველდღე, ხომ? და აბსოლუტურად ნორმალურია ისიც, რომ შეგეშინდეს, მაგრამ შენი საკუთარი ინტერესები, შენი უფლებები მაშინაც უნდა დაიცვა, როდესაც შიშისგან ხმა გიგანგალებს. თუნდაც დიდი გამოწვევების გადალახვის შემდეგ ჩვენ მაინც არ გვტოვებს ეს შიში. უბრალოდ ჩვენ სწავლობთ ამ შიშთან თანაცხოვრებას. ამ შიშის ისე ტარებას, რომ ის კი არ არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ბატონ-პატრონი, ის კი არ ფლობს ჩვენ, არამედ ჩვენ ვეუფლებით მას და ჩვენ ვმართავთ მას. რაც არ უკლავს გვაძლიერებს, მე ამისი არ მჯერა. მე ვფიქრობ, რომ ქალებმა, განსაკუთრებით ვისაც აქვს ეს გამოცდილება და ვიცით, რომ თითქმის ყველას გვაქვს ეს გამოცდილება, ამას ამბობს კვლევები, რომლებიც ჩატარებულა ქვეყანაში, უნდა იმუშაონ უბრალოდ იმაზე, რაც გადახდათ, უნდა შეეცადონ, რომ ისწავლონ ამ გამოცდილებასთან თანაცხოვრება და ამ გამოცდილების მართვა. ხედავ, მესმის, მარტო არ ხარ და როცა მზად იქნები, მაშინ შემიძლია მხარი დაგიჭირო.